სამწუხაროდ უახლოეს მომავალში საწვავის დიდი მოცულობა გაყიდვაში არ შემოვა, გთხოვთ მოითმინოთ. ასე მიმართავს ანექსირებული ყირიმის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელი მოქალაქეებს. საგანგებო მდგომარეობისა და უკრაინის მასირებული იერიშების ფონზე რუსები ყირიმს ტოვებენ, მაგისტრალებზე კი ბენზინის რიგებში საათობით დგანან. კრიზისით შეწუხებული რუსები მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ან ნუგეშს, თუმცა უკრაინის დარტყმების გამო შექმნილი პრობლემების აღიარება თავად პუტინსაც მოუწია. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი კრემლი აცხადებს, რომ საწვავის იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რუსეთზე ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის მესამე დღედამ მტრის განადგურებული ობიექტები მოსკოვის კავშირგაბმულობის ცენტრზე თავდასხმის პარალელურად უკრაინამ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ორი ხიდიც დაბომბა. გენშტაბის ცნობით დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქსა და ანექსირებულ ყირიმში. მეექვსე დღეა ჩრდილოეთ კავკასიაში მდინარეში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 17 წლის ალისა მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი მეგობრებთან ერთად მდინარეში ბანაობდა, რადგანაც ძლიერმა ნაკადმა გაიტაცა. 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას აზერბაიჯანიც გეგმავს. კანონ პროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ 16-დან 18 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობით შეეძლოთ.